მოგესალმებით, საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია ობიექტივი. დღეს 17 იანვარია, საღამო 1:30, პარასკევი და როგორც ყოველ პარასკევს საღამო 1:30-ზე პირდაპირ ეთერშია თავისუფალი თემა. Talk-show თავისუფალი თემა. მე გახლავართ გიორგი გერმანიძე, წამყვანი. დღეს ჩემი თანწამყვანი არ იქნება, ამიტომ ჩემ გადაცემას გაუძღვები მე სრულად და ჩემი თანაწამყვანის გარეშე. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები. მამა გიორგი პავლოვი, ყოველსათვის ცნობილი და საყვარელი მამაო, სასულიერო პირი, რომელიც გახლავთ საგარეჯოდან, წმინდა გიორგი ღვთისმშობლის სოფელი გიორგი წმინდის უკეთრავად საგარეჯოდან, სოფელი გიორგი წმინდის ღვთისმშობლის შობის ეკლესიიდან. დიდი მადლობა მამა მობრძანებისთვის. თქვენ მადლობა. და ბატონი ზვიად ირემაძე, გლობალიზაციის საკითხებისა და ახალი მსოფლიო წესრიგის მკვლევარი. მოგესალმებით, ბატონო. მოგესალმებით. ჩვენი თემა, დღევანდელი თემა იქნება გლობალიზაციის საკითხები, სასულიერო კუთხით და თქვათ საერო კუთხით. ვისაუბრებთ სხვადასხვა ამასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე. მე ვფიქრობ ძალიან აქტუალურ საკითხებზე, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში, ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომერი გახლავთ 23885, ჩვენი ტელეფონის ნომერი უცვლელია, როგორც იცით 23885 და ასევე შეგიძლიათ დაგვირეკოთ Skype-ით. Skype-ი დარეკვა უბრალოდ უფრო ადვილია ხოლმე, როგორც წესი. Skype-ის მისამართი არის ობიექტივი, ლათინური ასოები, ობიექტივი 2, ლათინური ასოებით. ადრე იყო ობიექტივი, ნუ ეს უკვე გადაივსოთ და ახლა არის უკვე ობიექტივი 2. ასე რომ დაგვირეკეთ სოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ეხა აი მამაო აი ჩვენს მე თქვენ ხშირად მომისმინეთ თქვენი გადაგებები ინტერნეტის საშუალებით, მათ შორის შეერთებულ შტატებში სხვა შორის და ძალიან ასეთ დიდი სიხარულით ვისებოდი ხოლმე მართალი გითხრა და მე ვიცი რომ ბევრი ემიგრანტი საქართველოს პარკლებს გარეთ უსმენს თქვენ გადაგებებს და ასე თქო ძალიან ნასიამონები რჩება ყოველთვის და რაღაც იმედის აპრეცკარი უჩნდება მას გულში. აი ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ თქვენ გადაგებებზე, რომელიც თქვათ აძლევს დიდ ძალას ჩვენს მოსახლეობას, საქართველოს მოსახლეობას, როგორც საქართველოს შიგნით ისე ქართულ ემიგრანტებს საქართველოს გარეთ. მოდით თქვათ რა ხდება ჩვენსთან მამაო? აი ეს ბოლო 25 წელი, აი საშინელებაში შევდივართ უფრო ღრმად და უფრო ღრმად, გამიგეთ? აი სამწუხაროდ ბევრი ადამიანი უიმედოდ არის. ათლასასია. თითქოს აი ვითომ რაღაც საქართველოს მოიპოვა დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო და მე რაღაც ვერ ვხედავ ვერც დამოუკიდებლობას, ვერც თავისუფლებას და ვერც სამართლიანობას და ვერც ვითომ დემოკრატიას კიდე რომელიც არ არსებობს. გეთანხმებით. აი ამის შესახებ იქნებ გითხრათ ორი სიტყვა. აი ესე იგი უპირველეს ყოვლისა თავიდანვე მინდა დავლოცო საქართველო. დავლოცო მრავალტანჯული საქართველო რა. ეხლაც დღესაც რაც ხდება, ეს არის ძალიან დიდი განსაზღვრელი რა. ახლა მოდით იმაზე დავიწყოთ, აი ალბათ შეამჩნიეთ რა, რაღაცა ბოლო 10-15 წელიწადში რაღაცა ქვეყანაში ხდება რაღაც ზნეობრივი დეგრადაცია. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ, რატომ ხდება ეს რა? მსგავსი რამ არ ხდებოდა თვით კომუნისტური რეჟიმის დროს. დაფიქრდით რომ საუკეთესო ქართული ფილმების ნიმუშები რას გადაღებული, ყველაფერი იყო გადაღებული ათეისტური რეჟიმის დროს. საოცრება არ არის? საოცრება არის, გეუბნებით რა. ღვთისმგმობი რეჟიმი. მე იმ დღეს ღვთისმგმობი რეჟიმი. გიორგი, იმ დღეს ვუყურებდი, მიყვარს ქართული მულტფილმები, წუნა და წრუწუნა. ესე იგი, ამ პატარა მულტფილმში რამდენი ქართული სულისკვეთება არის რა? განათლების სისტემაც დღევანდელ მულტფილმებში აგრესია და აგრესია კი არა და გარყვნილების პროპაგანდა ფაქტიურად. რა თქმა უნდა, დასრულისთვის აკრძალვი ამ ფილმების უყურება და ბავშვისთვის რა ვთქვა? ეს ვიზუალურად რაც ჩანს მამაო და რაც არა ვიზუალურად ჩანს, რაც უკვე ჩადებულია 25 კადრში, ხო? ეს კი საშინელება, სასქესო ორგანოებია ჩახატული მულტფილმებში. მართალი ბრძანებით კი. ეს ქვეცნობიერად და ქვეცნობიერი ამას აღიქოს მთლიანად. ცნობიერი თვალი ამას ვერ ხედავს, მაგრამ ქვეცნობიერი ამას მთლიანად აღიქოს. ეს ასია, მართალი ბრძანებით. გარყვნილებას ემსახურება ეს ჩვენი ბავშვების ჩვენი შვილების თელესოფლის მასშტაბით. აი ეს ერთხელ ვიდექი მე გაჩერებაზე და მოხუცმა ერთმა კაცმა მეორეს ეუბნებოდა, კაცო, რა დღეში ვართ რა, რაც გიტლერმა ომის დროს ტანკებით და ვერტმფრენებით არ გააკეთა, ამათმა თავისი იდეოლოგიით გააკეთესო რა.
აბსოლუტურად. აი ეს არის დამღუპელი დასავლური იდეოლოგია. ტანკები აღარ არის საჭირო, რომელიმე არც არ არის საჭირო. ეხლა შეიძლება ვალით დაიპყრო უკვე და გარყვნილებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ყველაფერი. აი თქვენ იცით არა? აი მოდით სიმართლე ვთქვათ რა. აი გველს რო აქვს გაურებული წვერი არა? დიახ. აი ესე არის რუსთავი 2 და მაესტრო. დიახ, ზუსტად ესეა და. გეუბნები რა. აი არა მარტო ეს გენება რა, ეგენი განსაკუთრებით რა. სპობენ ყველანაირ ზნეობას, მორალს და სარწმუნოებას ყველაფერს რა. აბსოლუტურად. არა, ნუ ეს რაღაცა საშინელება გჭირს. პროპაგანდის მანქანა საშინელი პროპაგანდის მანქანა მუშაობს, რომელიც სპობს ყველაფერ ეროვნულს რა. დღედაღამე აი ტინდიციას აი რაღაცა სამარცხვინო მაიმუნობაა ტელევიზორში. ეს დღედაღამე ნეოლიბერალური არხებია, ეგ ჩვენ საუბრობთ გარყნა, პირდაპირ გარყნა. და როცა პრობლემაზე ლაპარაკობენ, მართლა კი არ ლაპარაკობენ პრობლემაზე. რაღაცა სინდრომებზე ლაპარაკობენ, რომელიც არის ნაკლებად მნიშვნელოვანი რეალურად. და დაავადებაზე არავინ არ ლაპარაკობს. საიდან მოდის ეს დაავადება, ეს სინდრომი საიდან მოდის, გამიგე? მართალია. და თუ რაღაცა ვითომ ილუზიას ქმნიან, რომ ვითომ პრობლემებზეც ლაპარაკობენ, იმის გადო ტინგიცობენ დღედაღამე ტელევიზიებში და სისულელებს იმ დღეს იყო ტელევიზორში რომ უკაცრავად და სასქესო ორგანოზე მოიბა რაღაცას მანქანა და გაათრია გამიგე და ხალხი გაგიჟდა რომ როგორი მაგარი ბიჭი ყოფილა ეს ბიჭი რომ სასქესო ორგანოით გაათრია რაღაცა მძიმე თვირთი და ამას უყურებს მოსახლეობა და გაგიჟებული სიხარული დიდი სიხარული გამიგე და ქვეყანა ამ დროს ჩვენ რამდენი პრობლემის წინაშე ვდგევართ აი როგორი პრობლემის წინაშე მაგალითი მოვიყვანთ აი თქვენ კარგად გახსოვთ რა ხდებოდა ეგრეთ წოდებული სახალხო დამცველის არჩევნების დროს ცოტა ხნის ხო გახსოვთ თქვენ რა? ჯერ გეთი თავიდან უნდა თქვათ რომ მართლმადიდებლებისთვის ეს თანამდებობა საერთოდ არის 0. ეს არის ანტიქრისტიანული თანამდებობა რა. აი ახლა თუ გახსოვთ თქვენ რა ამბავები იყო რა? ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რა. ისე იგი ვინ უფრო მამათმავლების მომხრეა? გაიგე? ისე უნდათ ამის თანამდებობის დაკავება. ნუ იქ თანამდებობა ხელფასი იქ სიარული აქით-იქით საზღვარგარეთ გაიგე და ესენი ეს თამარ გურჩიანები ესენი სულ რო გამოდიოდნენ გახსოვს? აი გამოდიოდა ეხლა ეს წამყვანი ეკითხება იმას ერთი არის ესეთი ლია მუხაშავრია აი ქალბატონო ესე რაღაცა აი ერთ სქესიანების იმას ხორცირებს და ეხლა დასრული ქალია ხო? ესეთი რამეს პასუხობს ქმარი არ მყავს შვილი აი შვილთან ერთად ცხოვრობთ რა ხო ვართ ოჯახი ვართ ხო და კაციც დაკორწინდება ისიც ოჯახია რა მოხდაო რა გესმის მულტფილმებში არ იყო პროპაგანდა ამის მერე გამოდის ისე კიდე ერთი არის ერთი ნათია იმნაძე თუ არ ვშტები ხო ერთი არის ისე მოღვაწე კიდე ეხლა იმას ეკითხება აი მანდ ეს აღლუმის დროს იქ სკოლის წინ რო ერთი ახალგაზრდა ეს ბიჭი ერთმანეთ გადახვეულებ რო კოცნიდან ტუჩებში და აი ამაზე რა სეტყვით რა მერე რა მოხდაო რა საქართველოში კოცნა აკრძალულიაო? ეხლა გეკითხები რა ეს იგივეა რო ესე ეს დასულმა ქალმა რო დღისით ბზისით რუსთაველის გამზიზე დაждდება და ფიში დაიწყებს რა. და აღშფოთებულ გამლელებს უთხრა რა მოხდა რა მოგივიდა საქართველოში ფიში აკრძალულია? რაღა დარჩა. ეხლა გეკითხები აი რა დონემზე უკვე რა ტვინის დამუშავება უკვე ჩატარდა? რომ ქალმა განსაკუთრებულად ქალმა ესე უკვე ესე იგი მეტამორფოზა განიცდა და ესეთ რამეს ლაპარაკობს რა. ამათი გაზრდილი ახალგაზრდობა შვილები რა უნდა იყოს გეკითხებით რა. მე რა მაინდა ეს ვიცით აი მაგალითად დავაარსოთ მაგალითად ესეთი საზოგადოება როგორც LGBT ხო არის ეს gay community ხო როგორც ქვია ანუ ჰომოსექსუალების საზოგადოება LGBT როგორც არის და პარადების მოწყობა უნდა და ასე შემდეგ დავაარსოთ მაგალითად გარყვნილი ქალების საზოგადოება მაგალითად ისეთი ქალების რომლებიც ქმრებს ღალატობენ მაგალითად გარყვნილი ქალების საზოგადოება რომლებიც გამოლენ და პარადს მოაწყობენ რა რატო რა პრობლემაა მაშინ რატო მაგათუფლებები არ უნდა დავიცვათ არა თუ ამას აკეთებ ხო ნუ აკეთებ შენი საქმეა თქმა უნდა შენ და ღმერთთან ურთიერთობაა ხო ყველაფერი მაგრამ ამის რეკლამირება არ არის საჭირო ეს უზნეობა ამის რეკლამირება რომ მე მაგალითად გავედი და ჩემ ქმარს უღალატე სიტყვაზე ხო და ამის შენ გამოხვიდე და სიტყვაზე გააკეთოს ამის რეკლამირება პარადი მოაწყო ხო ეს დაახლოებით იგივე რაღაცა რაც ჰომოსექსუალური პარადი გააკეთო იმიტომ რომ ჰომოსექსუალიზმი ეს არ არის ნორმა საქართველოში გამიგეთ მართლმადიდებულ სახელმწიფოში ეს არ არის და მერტმა დაიფარო სოდემე ნორმატიკი საზოგადოებაში მიღებული აქციონი ეს ნორმა ვინც მაგის ნორმაზე ლაპარაკობს მაგათგან 90%-ზე მეც არავის არ უნდა სახში ძლად ან სიძეთ შეუვიდეს დაუშვათ ჰომოსექსუალისტიან პირიქით
არცაც არ უნდა. მაგრამ დავალებას ასრულებენ. დავალებას ასრულებენ, თორე რო უთხრა რომ გინდა ესეთი სიზიან რძალი, გეტყვია რა თქმა უნდა. აბა მაშინ მე რატომ მეუბნები? აი ჩემოსვია. აი ერთ რამეს გეტყვი. აი ეს მოღვაწე რო არის ბჭყალებში, შალვა რამიშვილი რა. მე ესე საერთოდ ამ იმას მამათვალების მომხრების პირობითად უწოდებ პიდერ მოძრაობას რა. ახლა ესეც არის მაგათი ერთ-ერთი ლიდერი რა. საკმარისია, ბოდიში და ვინმე სადმე ოდნავ გააკუოს მამათვალების მიმართულები და მეორე დღესვე აბარებს თავის სტუდიაში რა, დაკითხვაზე რა. ესე დააბარა ქალბატონი ნანა კაკაბაძე არა? ცნობილი ეს უფლებადამცველი ეს ქალბატონი. შეურაცხყოფა მიაყენეს რა, პირდაპირ სტუდიაში რა. როგორ და შენ თუ ესე გაბედე ესეთი რამე გითქვამს ამათება. მერე დააბარა იქ დავით დარახველის თვარსდები მინისტრი. მერე მოვიდა ჯერი სოსო ჯაჭვლიანისა. აი ამ შალვა რამიშვილო რა. მართალია სოსო ჯაჭვლიანის ამათას უყოლემ კარგი პასუხი გაცემ, მაგრამ ციგ როგორ ვის ბედავს, ნახე შენ რა გიძე. როგორ შეიძლება შენ ამათ ესე აუგად როგორ ლაპარაკობ თუ ამაზე იმას რა გაიგეთ? ეხლა ამათ ვეკითხები რა. ადამიანო რა. გინდა რომ შენი ცოლი დაქტოვოს და ქალთან ცხოვრება დაიწყოს? გინდა ესა? ან გეუბნები ნორმალურები ხარ კაცო. ღმერთმა ესე შექმნა ყველაფერი დასაბამდგა რომ კაცი ქალთან უნდა იცხოვროს და ღმერთმა ესეც გააკეთა რომ ეს სასიამოვნო საქმეც არის და ბუნებრივი და ეს დღემდე კაცობრიო ესე მოვიდა. მის ნაცრად რომ ქალებით ისე ამოვნებენ, კაცები ბოდიში და კაცებს აწურწუნებენ რა. შეიძლება იგივე რა ნორმალურები ხარ თქვენ ახლა. საქმე რა შეიცით? სახელმწიფო აი და ამის პროპაგანდაც ეს კარგიაო, გესმით თქვენ? მე ვერავე შენ საქმეში ოჯახში რა ხდება ისე, მაგრამ ამ რა შეჭირდება ამის პროპაგანდა? ეს ხო ნიშნავს რომ ხვალ ღმერთმა დაეპაროს ჩვენი შვილები და შვილიშვილები აიფსებიან ამ გარკვეული ადამიანის რიგებს რა. და ამაში ჩვენი ბრალი იქნება რომ ჩვენ ჩუმად ვიყავ. ანუ ნორმად მიიღებენ ისინი. საქმე რა შეიცით? სახელმწიფო ვალდებულია, სახელმწიფო აუცილებლად ვალდებულია რომ უმრავლესობის ასე ვთქვათ კულტურული ინტერესები დაიცვას. აი ეს ტრადიციები, ეს ღირებულებები რაც არის ხო სახელმწიფოში, ეს დაიცვას უნდა სახელმწიფო უმრავლესობის რაც არის საერთოდ ჩამოყალიბებული მრავალ საუკუნეების განმავლობაში. სახელმწიფო ვალდებულია ეს დაიცვას. ვალდებული, მაგრამ არ აკეთებს. საქმე რა შეიცით? ამას აფინანსებენ დასავლეთი აფინანსებს ამ უმცირესობებს. უმცირესობას რო ქმნი რას აკეთებ? ამით ჩინიჭერს სამკურდღელს ერთად გამიგეთ? ეს სატანისტური რეჟიმი როცა ამ აფინანსებს აი ამ ეგრეთ წოდებულ უმცირესობებს სამკურდღელს იჭერს. ერთი რომ თვითონ რა მონოლითი რაც არის საზოგადოების იმას ანგრევს რატომ იცით? იმიტომ რომ ეს ერთ საზოგადოებას გიპირისპირებს შენვე საკუთარ ძმებს, შენ დებ და ძმებს, ხო, რომელიც შენი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც იყვნენ ჰომოსექსუალები, მაგრამ არასოდეს პრობლემა არ ქონია. გვასახელეს კიდევაც ზოგმა ხელოვნები არიან, მომღერლები, ზოგი მინისტრის იყო, მომღერლებიც. ყველა მიცოდა, რეჟისორების და მსახიობების, მაგრამ გვასახელებდნენ პირიქით, მაგრამ ისინი რეკლამირებას კი არ აკეთებდნენ. თავით ყველა მიცოდა ეს ყველაფერი, მაგრამ თვითონ ცალკე დამალულად აკეთებდნენ ამას და არავინ არ წუხდებოდა ამით პრინციპში, ხო? ეგ და მაგდა ღმერთთან ურთიერთობის საკითხი იყო. საკუთარ თავში. შოდვა თუ რაც არის. მაგრამ ეს რო შენ უკვე აყალიბებ ამას საზოგადოებას და უკვე შენ ნორმად აქცევ უკვე ცდილობ რომ დაუპირისპირო საზოგადოებას, შენ უკვე იმ მონოლითს ანგრევ საზოგადოების, ანუ განხეთქილება შეგაკ. ეგ ერთი. მეორე ზნეობრივად ანგრევ იმ ქვეყანას. და შენ თავისთავად ბოროტებას უხსნის საზღვარ, ბოროტებას უხსნი გზას, რომ საქართველოში შემოვიდეს, გამიგეთ? ანუ და იმუნიტეტს ჭყალებში, ასე ვთქვათ, მისტიკურ იმუნიტეტს ართმევ ქვეყანას, რომ ყველანაირი ბოროტება განხორციელდეს იმ ქვეყანაში. აი მას ამ რაღაცებს ხნია. ყურადღება მიაქცე გიორგი, რომ თვითონ ეძახიან შეთქმულების თეორიების არ გვწამსო ჩვენო რა. ხო, რა და თანაც ბოლოს ცოტა ნორმად იქნება, ხო უკვე აღიარებული. უკვე ეს ადამიანი, რომელიც თქვა ჰომოსექსუალია, ის არასოდეს აღარ იბრძოლებს იმისათვის, რომ შეიცვალოს სიტყვაზე, ხო? და თუნდაც არასოდეს არ ექნება რაღაცა კონფლიქტი თავისთავთან რაღაც ვარიანტში, რომ რაღაცა შეცვალოს, რაღაცა თქვა მოინანიოს, რაღაცა მივიდეს მოძვართან და რაღაც სხვანაირად იცხოვროს. არასოდეს არ გაუჩნდება ამის სურვილი, იმიტომ რომ ნორმად იქნება აღიარებული. ის რაც შტატებში მოხდა მაგალითად, ის რაც ნიუ-იორკშია მაგალითად, ის რაც ვაშინგტონშია და ასე შემდეგ, ხო, სხვა ამსტერდამში და სხვა უამრავ ქალაქში და ქვეყანაში თავისთავად. აი გიორგი, ამიტომაც ჩვენ ეხა იცი ტრადიციულად ამ კატეგორიას ხას პედერასტებას რატომ უწოდებთ, იცი, რომ ყველა ესეთი ადამიანი პოტენციური პედოფილიც არის, პოტენციური. კი. და დასამალი არ არის რომ შიცი
და განსაკუთრებით მაგათ რიგებში ყველაზე მეტად ცდილდება როგორც ღვთისმსახურებელი რა. კი, ნარკომანებში და ჰომოსექსუალებში თავისთავად. სხვათა შორის ეგ სიტყვაც არ არის ესეთი კლინობითი სიტყვა, ძველი ბერძნული სიტყვაა და ეგრე სტანდარტული. არ უნდა გაიგე, ამიტომაც ეს აბრევიატურა შეიტანეს ახლა LGBT გაიგე, რომ ეს პირდაპირ არ დაგო, მართალი მზადდება. სიტყვა ცისფერი და რაღაც ძველ ბერძნული სიტყვა ეს სიტყვა თქვენას აქცენტი და ჩვეულებრივი სიტყვა არის. დიახ, შორის აი მე მახსოვს მე აი ხევით მოკლედ და მე სკაიპით შემოუშვა ზარი. მე ვიყავი ატებში ვცხოვრობდი, ხო? ნუსარამ სახელმწიფო დეპარტამენტში მიმწოდენ მუშაობდი სახალხო დიპლომატიის სფეროში და საქართველოსდან ჩამოდიოდნენ ჯგუფები ტრეინინგზე შტატებში და ჩვენ ვიყავით მასპინძლები რა, ნუ მე ამერიკულ მხარეს წარმოვადგენდი მაშინ და ქართული ჯგუფი ჩამოვიდა, მე ქართველებს რო ხედავდი ხოლმე, ყოველთვის მიხარობდა რომ რაღაც თავისთავად ეხა შენი სამშობლოს პატრიოტი ხარ და თავისთავად გიყვარს შენი თანამამულეების დანახვა და ჩამოსული იყო ჟურნალისტების ჯგუფი ხო შორის ერთხელ და ვესაუბრობოდი ერთ-ერთ ადამიანს და შევატყირო რაღაცა უცნაურად საუბრობს აი პატრიოტულ საკითხებზე რა და რა არისო სამშობლო საერთოდ რაღაც უდა ცინიკურად მითხრით საერთოდ რა ნიშნავს ეს ამიხსენიო ეს არ მესმისო მე ეს ფენომენი სამშობლო რა არისო ესო მე ესე იგი მე პირიქით რაღაც რომელიც შტატებში ვცხოვრობდი წლების განმავლობაში და დღე და ღამე ესე იგი დღე არ გასულა ისეთი რომ საქართველოს არ მეფიქროს და რაღაც არ მომეძიოს ინფორმაციას საქართველოს შესახებ ინტერნეტის საშუალებით ის კაცი მეუბნება იმასგან მელოდები რაღაცას ისეთ პატრიოტულს და აბსოლუტურ საწინააღმდეგო რაღაც მოვისმინე და მე დაუწყე სწავლა კაცი რომელიც შტატებში ცხოვრობდი წლების განმავლობაში ერთი კვირის ჩამოსულ კაცს დაუწყე სამშობლო რა არის და საქართველო რა არის გამიგე სწავლული რა უთხარი რომ საქართველო ეს არის ის მიწა ღვთისგან ბოძებული სამშობლო რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები სისხლს წირავდნენ კაცო სიცოცხლეს წირავდნენ რომ შენ ქონოდა ქვეყანა და შენ გეცხოვრა ღირსეულ სამშობლოში და ღირსეულ ქვეყანაში გეცხოვრა სიცოცხლეს წირავდნენ ამ მიწისთვის სადაც შენ დაიბადე და გაიზარდე შენ ამაგაც აფურთხებ იმათ ყველას იმათ სონას იმათ სისხლს გიორგი საუკუნეების თამა შალვა საშინელება რა ეს ყველაფერი გამიგედა არა მარტო სიცოცხლე სამშობლო რა არისო სამშობლო რა არისო და შვილებს წირავდნენ იმის გარდა რომ სამშობლო და კიდევ უმრავი მაგალითია საოცრებე მე და მე რემს რა უხსენი რაღაც ვეღარ შემომედავა მე გაჩუნდა რაღაც ეთქობა აღარ ქონდა სათქმელი თუ არ ვიცი რა მოხდა გაოცდი მე უბრალოდ მართალი გითხრა გაოცდი რა რომ ქართველი კაცი შტატებში მე ეხლა აღარ მიკვირს უკვე იმიტომ რომ მე და ჩამოვედი კარგად დავინახე ყველაფერი აქ რა ხდება მაგრამ იქ მაინც სხვანაირად უყურებ ამას ყველაფერს გამიგეთ აი ამერიკაში სხვანაირად უყურებ ყველა ქართველს რა თითქოს ახალ ჩამოსულ ყველა ქართველს რა და საშინელება რომ ამას ხედავ მოდით სკაიპით შემოუშვა ზარი და შეიძლება გამოდის საუბარი. საღამო მშვიდობისა, პირდაპირ ეთერში ხართ სკაიპით. დიახ, ალო. მოგესალმებით, ისაუბრეთ ქალბატონო. ალო. დიახ, ისაუბრეთ, გვესმის თქვენი ქალბატონო. დიახ, იცით რა მაინტერესებს? დღეს იყო გამოსული მე მგონი ვიქტორ ვაიმე სახელი არ მახსოვს ზუსტად აი ვიზების ლიბერალიზაციაზე იყო ლაპარაკი და ასეთი ტექსტი თქვა რომ აი დაახლოებით რომ თქვენ თუ გინდათ რომ მიიღოთო ეს ვიზების ლიბერალიზაციაო აღარ უნდა მოხდესო ქვეყანაშიო საქართველოსშიო რომ ნებისმიერმა უმრავლესობამ ის იქნება რელიგიური ეთნიკური თუ რაც იქნებაო თავისი გავლენა მოახდინოსო და დაამციროსო ან რაღაცა უფლებები შეუზღუდოსო ნებისმიერ უმცირესობას. იცით რა ძალიან გააქტიურდება ახლა მაისამდე ასეთი პროპაგანდები, ასეთი მოთაფლის მცდელობები რაღაცა ვიზების ლიბერალიზაციის მოთხოვნით და რა უნდა ვქნათ ამ მაისისთვის ესენი რომ ემზადებიან და თან წელს რაღაც ასოცირებისთვის ემზადებიან და 1000 რაღაცებისთვის ხა მაისში კიდე გველოდება ჩვენ წინ და რა უნდა გავაკეთოთ რას ვაპირებთ საერთოდ თუ ფიქრობთ ამას არ დაკიდოთ თუ შეიძლება ყურმილი თქვენ გულისხმობთ აი LGBT ალბომებთან დაკავშირებით გეი აი ზუსტად არა აპირებენ რაღაცას უნდა თქვენ LGBT საზოგადოება აპირებს ამ ალბომების მოწყობას 17 მაისს დიახ კი რა თქმა უნდა ამას გულისხმობთ ხო და ვიზების ლიბერალიზაცია რომ შემოვიდნენ საზღვარგარეთიდან LGBT საზოგადოების წევრები ანუ უცხოელები რომ მოიწვიონ რომ ყურადღებამ რომ მიიფრონ და ანუ ასე ვთქვათ რიდი რომ დაიმსახურონ დიდი მადლობა ზარისთვის და კითხებით მამო რას გეტყვით მამო არაერთხელ უკვე გვითხრამს რა მაშინაც ბოლოს რო ვიყავ 17 მაისს ვინც გამოვიდა ქართველები ამის საწინააღმდეგო ღმერთმა დალოცოს მათი ოჯახები და ჭეშმარიტი ქართველები არიან ისინი რა სამგზის დალოცვილები იყავით ვინც გამოხვედით საქართველოს დასაცავად გამოხვედით თქვენ რა ამას ჩვენ არასდროს არ დაუშვებთ რა არ და ნებისმიერ ფასად რო დაიჯდება ის კი არა აფრიკის მთელი სპეცნაზის რო ჩამოიყვანონ აქ და არაფერი არ შეყაშებვის მაინც მაგას ჩვენ არ დაუშვებთ რა
არასდროს ჩვენ მაგართ არ დავ აქეთ ვეუბნები პირდაპირად სუდად დაამთავრებენ რა მოდით ისეთი კატალიზატორები გახდებიან ისეთი მოვლენებებზე რომ მე ვერ შეაჩერებენ ვერც ერთი ძალით არა მაგას რა ეთი რაღაცა უნდა გაიგოს ყველა ჩემო ძირფასებო რომ აი მე მინდა მიმართო თქვათ ჯერ ერთი საერთოდ არ იყო ნორმალური რაოდენობა LGBT წარმომადგენლები საერთოდ არ იყო იმ გეი ბარაზე ხო თავისთავად იქ არ ვიცი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ვინც ფულს იღებს ეს ჩემო ძირფასებო თქვენ გიყენებენ ამას ინსტრუმენტად და იარაღად თუ იმას გონია რომ დღე და ღამე ეხლა დასავლეთში არ ძინავთ რომ როგორ ცხოვრობენ ჩვენი გეი ქართველები გამიგეთ თქვათ დღე და ღამე ეს არის დიდი ტყუილი თქვენ პირველი შეგწირავენ თუ დაჭირდებათ ჩემო ძირფასებო თქვენ ისევ ჩვენი საზოგადოება ქართული საზოგადოება დაგიცავთ თუ დაგიცავთ გამიგე იმათ არ აინტერესებთ იმათაშ არანაირი მნიშვნელობაა თქვენ უბრალოდ იარაღი ხართ საბრძოლოდ საკუთარი სამშობლო თქვენ გიყენებენ საკუთარი ქვეყნის საკუთარი მშობლების საკუთარი თქვენი დების და ძმების საწინააღმდეგოდ გამიგე ფორცები არიან თორე ყოველთვის იყო ჰომოსექსუალიზმი საქართველოში მაგრამ ამაზე პრობლემა არ იყო და არც პროპაგანდა ჭირდებოდა მაგას და არც ბრძოლა არ ჭირდებოდა ამას იმიტომ რომ ყველა თავისი შენ ნაცემი არასოდეს და მეგობრები კიდევაც კაცო ინახია ტოდეს და ჩვენი ზოგი ჩვენი მეგობარია ზოგი ჩვენი და არის ზოგი ჩვენი ძმა არის ჰომოსექსუალი მაგრამ პრობლემა კი არა კაცო მეგობრობთ და ადამიანები იმათ თავენთი ცხოვრება აქვს მაგრამ პროპაგანდა დაუშვებელია პროპაგანდა კი არა პროპაგანდის პრობლემა აქ საკითხი დგას რეკლამირების და არა ჰომოსექსუალიზმის თვითონ რა თქმა უნდა ჰომოსექსუალიზმი ეს ცუდი მოვლენაა თავისთავად მაგრამ ეს თვითონ უფალთან გაარკვიოს ეს ყველაფერი ხო თავისთავად როგორი ზარია შემოუშვით ხანია გულოდება მამაო და თუ შეიძლება პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ტელეფონით გამარჯობა სრულიად ვიზიარებ თქვენს პოზიციას და ერთი რამ მინდა გითხრათ პირველი ბავშვების უფლებები როგორ ირღვევა ერთსქესიანი ქორწინებების დროს ბავშვს უნდა ყავდეს დედა და მამა ეს არის ბავშვს ხომ არ შეუძლია თავისი უფლების დაცვა ეს არის პირველი ადამიანის უფლებების დეკლარაციის დარღვევა ბავშვთა უფლებების დეკლარაციის ბავშვთა უფლებების დარღვევა და ამ ბავშვების რომლებსაც თვითონ არ შეუძლია თავის დაცვა უნდა არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, მთავრობები უნდა იცავდნენ ამ ბავშვების უფლებას. ამასთან დაკავშირებით მეორე ფაქტი მინდა გითხრათ, რომ აი ნორვეგიაში რომ დახოცაო 72 თუ 82 კაცის ბრეივიკი ორი კაცის გაზრდილი იყო. ასეთ ოჯახში იყო გაზრდილი და ამიტომ ძალიან მალავენ ამ ფაქტს. საერთოდ მთელი მსოფლიო მაგრამ იციან რომ ეს ასე ამიტომ გააშინჯეს იქ ფსიქიატრებს ამათ იმათ კარგ პირობებში ყავთ იმიტომ რომ აი ასეთ ოჯახში გაიზარდა და იმ კაცებმა რომლებმაც ეს გაზარდეს მერე კიდე რა უქნეს სად ჩაიცეს რა გაუკეთეს კაცმა არ იცის გარდა მაგისა აი როდესაც ეს ჩვენთან თქვენ სწორი ბრძანდებით ბატონო წამყვანო რომ ჩვენ უდიდესი პატივისცემით ვექცეოდით და დღესაც ვექცევით ჩვენს პიროვნებებს საზოგადოების წევრებს რომლებსაც თავიანთი განსაკუთრებული ასე ვთქვათ სექსუალური და პირადი ცხოვრება აქვს დამავული რას ნიშნავს ცოლქმასაც არავინ არ ასე ვთქვათ უთვალთვალებს თავისი ურთიერთობების დროს ამიტომ ეს ჩვენ არ გვეხება ჩვენ გვაქვს თქვათ მუზეუმები, ძეგლები, ისეთი ადამიანების, რომლებსაც ასეთი ორიენტაცია ჰქონდათ, მაგრამ მათ ჩვენ პატივს ვცემდით და ისინი, ასე ვთქვათ, თავის საზოგადოებრივ ფუნქციაში შეზღუდულები არ იყვნენ. მე ერთი შემიძლია დავასახელო მაგალითად სერგეი პარაჯანოვი, რომელიც ამის გამო ციხეში იჯდა და მისი ძეგლი დავდგით აგერ თბილისში. როგორ შეიძლება ეს და კიდევ ერთი მინდა გითხრათ. რომ სიტყვა პიდერასტი არასოდეს რა გეი პარადებიც არ უნდა მოაწყონ არ შეიცვლის თავის მნიშვნელობას ქართულ ენაში ეს არის ცუდი თვისება შეიძლება ფიზიკურად მამაკაცი არ იყოს ასეთი მაგრამ როდესაც ამ უნდა რომ თქვას რომ ის კაცად არ ვარგა ამ სიტყვას ხმარობენ რა პარადებიც არ უნდა მოაწყონ რა დემონსტრაციებიც არ უნდა მოაწყონ სიტყვა თავის მნიშვნელობას ენაში არ შეიცვლის და ისინი იქნებიან აი ის რასაც ეს სიტყვა აღნიშნავს მადლობა მადლობა და არსი არ იცვლება როგორც არ უნდა შეცვალო ხო არსი ხო არ იცვლება თავისთავად არსი არ იცვლება და ეს
და საერთოდ რა ხდება კიდევ ერთხელ ვეძახი, ეს ნაწილია იმ გლობალისტური სისტემის, აი ზვიადი ვიამბობს მე ვისაუბრებთ ამაზე. ეს ერთ-ერთი ნაწილია, ისაც შენ გებძვიან, ხო, თავისთავად. იმის გადო ვალებში ჩააგდონ ქვეყანა და საქართველოს 15 მილიარდი დოლარი ვალი აქვს და 1000 უბედურება და თავისთავად მე გეტყვია რომ ეს მოგვეცი რესურსები, ბუნებრივი რესურსები, წყალი მოგვეცი, ის მოგვეცი, ეს მოგვეცი გაეროში ჩვენ სასარგებლოდ და ესე იგი ეკონომიკური მოყვება სულიერი მონოპოლია. ჯარი გაუში იქ აქ. თავის როგორც ეხლა ისევე და ამ გლობალისტური ესე იგი ამ საშინელი ახალი მსოფლიო წესრიგის რეჟიმის საბრძოლველად უნდა გაუშვა შენი ჯარი, რომ სხვა ქვეყანა დაიპყრონ და დაამონონ და დახოსონ ბავშვები გამიგე. და შენ ჯარს აგზავნი. ჩვენი ბიჭები, კაცო, ჩვენი ლომგულა ბიჭებს უშვებენ და აბრძოლებენ, ესე იგი, უსამართლობის თვის. ფაქტიურად წარმოიდგინეთ, სატანისტურ საქმეს ვაკეთებთ ჩვენ ამით. როცა ვაგზავნით ჩვენ ჯარებს, როდესაც ესე იგი ნატო ესა თუ ამა თუ იმ ქვეყანაში შედის. ეს საშინელებაა, ხალხო. ეს ჩვენი მისტიკურად ჩვენი სახელმწიფოთვის არის საშინელება. ეს დიდ სოდვაში შედის ქვეყანა, როდესაც ჩვენ ფაქტიურად ძალით ამტერებენ მუსულმანურ სამყაროს. თავისთავად. ამიგეთ ეს საშინელება ყველა მხრივ არის შეშეტევა ქვეყანაზე. დიდი თემაა კიდე. მე ძალიან დიდი თემაა თავისთავად, მაგრამ ეს კადაგებაში ერთხელ მithქვამს რა. აი ჩვენ როცა ლოცვას გკითხულობთ რა. აი მამაო ჩვენო რომელი ხარ ცათაშინა, ხო? აი მათი მამაო არის ბრიუსელსაშინა, ლონდონსაშინა, ნიუ-იორკსაშინა, გესმით? აი ესეა ფაქტობრივად რა. აი გეუბნები აი თავიანთი ნათლობა არა და მონათლულნი არიან უმეტესობა ეკლესიაში. თავიანთი ნათლობა დიდი ხანია მიწაში დამარხეს რა. და აქეთ ეხა გვებრძია, გესმის შენ? აი როგორ მოხდა ეს მეტამორფოზა და ეს უბედურება? აი ფუძე ყველაფრის არის ურწმუნოება რა. ურწმუნო ადამიანი ქვეყნის მოღალატეს გახდება ადვილი რა. და გახდება სხვისი მონა რა. არის დარჩენილი მოღალატე. აი გარი რა გეს მე გრანტიტა ჭამია გახდება და ყველაფერი საერთოდ რა. ნუ ახალი მსოფლიო წესრიგი შენდება გამალებული საქართველოში. აი ეს გლობალიზაციის სატანისტური სისტემა შენდება გამალებული. ეხლა პირველ რიგში საშინელებაა რა და როგორც ყველა ქვეყანაში, მარტო საქართველოში არა. ანუ უკვე ასეთი ხანია და გამზადებულია. ყველა ცუდი ის არის რომ ეხლა ამ გადაცემას ბევრი უყურებს ესე ნეოლიბერალად წოდებულები. და ხიმილით უყურებენ ამ გადაცემას ჩვენ საუბარს. ცინიზმით გადაულაპარაკებენ ერთმანეთში და ემზადებიან ეხა სხვა გადაცემებისთვის. ძალიან შეიძლება მე პირდაპირ მინდა უთხრა რომ დრო მოვა თვალებში ჩაგხედავთ თქვენ ნებისმიერს არ ვიმუქრებით თვალებში ჩაგხედავთ და ეგ ღიმილი სახეზე შეგრჩებათ რა. იმიტომ რომ თქვენ არავინ არ გებრძოლებათ. ყველას აქ თავისი უფლება, ცხოვრების უფლება, გახარების უფლება. როგორც კი თქვენ საწინააღმდეგოს რამეს გაიგებთ ისეთი გაღიზიანებულები ხართ და ისეთი გამწარებულები ხართ, რომ საერთოდ ემოციებს ვერ მალავთ და სხვას მოუწოდებთ ფობიებისკენ, რომ ქსენოფობია, ვის გაუგია საქართველოში ერთი თუ რაღაცა ტენდენცია ყოფილა, არ ყოფილა, მაგრამ მომენტი ყოფილა, რომ არ ვინმე სხვა ერი დაეჩაგრა, ან სექსუალური უმცირესობა, ან ეთნიკური, თუ რაღაცა გამოხტომებს არ ქონია ადგილი, როგორც ყველგან ხდება ხოლმე. და თუ ფობიობაზეა საუბარი, მაშინ საქართველოში ყველაზე დიდად ჭარბობს ქართველოფობია. რაც ყველაზე ძალიან მიმდინარეობს ეხა რაზეც პატარა რო წამოხსდეს რაღაცა ხო თუ სისხლის სამართლის კუთხით ვერ მოგიდგებიან ან ადმინისტრაციული ხაზით მაგ ნათქვამზე მე იწყებენ უკვე გამარგინალებას გადაცემებში თემებზე მე თოქ-შოუებში დაქციდიან ამ სტერეოტიპებს ანგრევენ კომედი შოუები და ასე მაგრამ დიდი ფულია ჩადებული თანმიმდევრობას კარგად იცავენ სხვათა შორის პროფესიონალურად აკეთებენ მაგრები არიან მაგრამ სიკეთეს არ იმსახურებიან ამ სიმაგრით მაგრები არიან ეხა მაგარ პროფესიონალურად მაგარი შეიძლება იყო ბოროტებაში და ძლიერები არიან მაგერ პატრიარქს ჰუმანიზმს ასწავლიან პატრიარქს რა ძლიერები ხო არა ნუ იციან მაგათმა რუსის ანუ კარგად აქვს შესწავლილი აქაური ქართული ხასიათის აი როგორ რუსეთზეც მაგრამ მუშაობენ ეხა რუსეთს რო ყველას აჩვენენ რუსიერის საერთოდ გენოციდი მოუწყეს ამ გლობალურმა საერთოდ ეხა ვისაც რუსეთთან შეხება რუს ერს როგორც ერს გენოციდი აქვს მოწყობილი როგორც ერი აღარ არსებობს მიწები აბსოლუტურად გაყიდული აქვს გადანაწილებულია კერძო მფლობელებზე ჩინეთის მოსაზღვრეზე ეს არის ოფიციალური სტატისტიკა რასაც ვამბობ ერთნაირ მდგომარეობაშია პოსტსაბჭოთა სივრცის მართლმადიდებლური ქვეყნები აბსოლუტურად ერთნაირ მდგომარეობაში არა ვართ მარტო ქართველები ბჟეზინსკის გეგმა სრულდება რა ბჟეზინსკის გეგმა საკმაოდ სამწუხაროდ ბევრმა არის და მიდის საუბრები იმაზე რომ იმან რა თქვა წინა კვირას და მთელი კვირა თოქ-შოუებში მიდის სისულელეები რა თქვა მიდის ეს თემა ამ დროს ისეთ კანონებს იღებენ და ისეთ საქმეებს აკეთებენ
ამაში დრო გაყავთ უბრალოდ რა. თქვენ კიდე სერიალებს უყურებთ, შემოძვირფასებთ, თურქულ სერიალებს უყურებთ და რაღაც იმებს უყურებთ. გასართობ შოუებს უყურებთ, შემოძვირფასებთ და არ შეიძლება ესე, არავინ არ აშენებს ქვეყანას. სააკაშვილმა რა თქვა, ივანიშვილს რა უთქვია? ეს არის არაფერი არ არის, საერთოდ აქ რაც ხდება, სულ სხვა რაღაცა ხდება. ეხლა მე ერთი რამე მინდა, ბატონო გიორგი, მე აღვნიშნო გადაცემის წამყვანი თქვენ ვზანდებით, მაგრამ რაღაც გულით მინდოდა მე თქვა, მე სენტიმენტალისტი არა ვარ, მაგრამ პირდაპირ ეთერში მინდა მე უთხრა ასეთ პიროვნებას. დიდი მადლობა, მამა გიორგი, დიდი მადლობა რომ არსებობთ რა. დიდი მადლობა რომ არსებობს ღმერთს დიდება. დიდი მადლობა არსებობს ბევრმა იცის არსებობს ნამდვილები. მე ვეძახი ნამდვილ სასულიერო პირებს. ჩემთვის არ არის სასულიერო პირი სტატუსი თუ არის და ჩემთვის სასულიერო პირი არის მის სულიერ მდგომარეობას ეს ტერმინი პირველად მამა გიორგი ბასილაძემ შეიტანა. აი ზუსტად აი ხა დავიწყე და მანდეთ მივდივარ რომ დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ასევე მამა ნიკოლოს მაქარაშვილს დუმარებაშია უდიდესი პიროვნება. აი ნამდვილი სასულიერო პირი ეს არის. დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ხანში შესული სასულიერო პირი არიან ძალიან კარგი ადამიანები, მამა ლეონტი ჟვანია, მამა ფილარეტი, მამა საბა, მამა არჩილი, მამა ზეცილ ბასილი ახვლები არიან, ღმერთს მადლობა, ნამდვილი სასულიერო პირები არიან. მე ხაზგასმით ვამბობ. მამა გიორგი თედორაშვილი, ესენი არიან ნამდვილები. ბოდიში ვიც შეიძლება გამოგხშა, ბევრი გამოგხშა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გამოგხშა. მინდა დავამთავრო ეს ჩამონათვალი იმ დიდი ადამიანებით, რომლებიც ამ ადამიანების ბევრის მასწავლებლები არიან სულიერი, ზეციურ საქართველოში გადასულები, მამა გაბრიელი, მამა გიორგი ბასილაძე, რომლებიც დღესაც ღვაწლში არიან იქიდან, ეხლა ვისაც არ ჯერა იმის პრობლემა არის და ჩვენი პრობლემა არ არის. ნამდვილად ასეთი. მე მინდა მივმართო ასევე ჩვენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ ხალხს საერთოდ ვინც ვითომ ასე ვთქვათ ნეოლიბერალურ იდეებს ესე იგი ემსახურება და რეალურად ეს ფაშიზმი და სატანისტური იდეებია ყველაფერი. მინდა მოგმართოთ რომ ქართული ანდაზა იძახის ვის პურსა ჭამ იმის ხმალს იქნებ გამიგე და თქვენ ტრის პურს ჭამ და ტრის ხმალს იქნებთ იცოდეთ თქვენ სამშობლოში. თვითონ ხო მაინც იციან რომ ვის პურს ჭამ. ჩვენ რო აკონტროლებთ მაგრამ თვითონ ხო იციან საიდან ძალიან კი ვიცით ბანკომატის კარტით საიდან იღებენ ფულს და ვის გადმოვიწყო ფულს იღებენ. აი ნახე შენ აი რო იმაშვებენ რა. ფაქტობრივად სად მიდის საქმე იცი შენ რა. ხო რო წეგან რო თქვი რომ ფუძე ყველაფერზე არის ურწმუნოება რა. ჯო ღმერთი სიკვდილით ემუქრება ამ ცოდვის ჩამდენს. სიკვდილით ემუქრებაო. ძველ აღთქმაში და ახალი აღთქმაში იგივეც იმეორება მოციქულები რა. და შენ კიდე რას ამბობ? შენ სულ სხვა რამეს ამბობ. ესე იგი ღმერთი არის ანტიგუმანისტი, გესმის? ისინი ჰუმანისტები არიან და ღმერთი არის სასტიკი, გესმის? ამიტომ ვამბობ რა ეს ავადმყოფი ადამიანები, ესე იგი ფუძე ყველაფერი არის ურწმუნოება. არ სწამთ ღმერთი, გაიგე? წაშალეს ღმერთი თავისი გულებიდან, დამარხეს თავისი ნათლობა და ეხა აქტიურად გვებძიან. ესე იგი სულ მაგას ვამბობ გადაგებაში ხალხო სად გინახეთ ეგეთი რამე რა. საქართველოში ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანაში ებრძვიან მართლმადიდებლებს რა. მართლმადიდებლები, ქართველი მართლმადიდებლები დევნილები არიან სამშობლოში რა. ესე როგორ მოვიდა ამაკამდე საქმე? აი ამაზე უნდა ვიფიქროთ ხალხო. მართალია, მტერი სადაც სიწმინდეს ხედავს, იქ უფრო ებრძვის, მართალია. ეგ გასაგებია ეს გვებძიან. რომ გეგმა აქვს ესეთი არც მალავენ თავის გეგმებს, მაგრამ უნდა დავიპირისპიროთ ამათაც ჩვენი ძალა, ჩვენი ერთობა, ღვთის მიმართ სიყვარული, სამშობლოს მიმართ სიყვარული. აი დაუკვირდით რა. სულ უფრო და უფრო აი არ არის არ იგრძნობა იმის გაცდა, რომ ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, თავისთავად. ნახეთ თქვენ რა ხდება? იმიტომ რომ ეს ნეოლიბერალური იდეაა, რომ არა სამშობლოს, არა ერს, არა ენას. აქ არის აღზრდის პრობლემა არის. ეს სიტყვა აღზრდა ეხლა ძალიან ბანალურად ჟღერს, მაგრამ საერთოდ არის პირველ რიგში რა. აი თუნდაც ის ავიღოთ მაგალითად მოსემ 40 წელი იმიტომაც არა ის ხალხი უდაბნოში, რომ ისინი აღეზარდა ისე როგორც მას უნდოდა, რომ მთელი მომდევნო თაობები ჯაჭვური რეაქციით ისეთები ყოფილიყვენ, როგორც დამოძღვრავდა. აქ ჯაჭვური რეაქციით მიდის თაობიდან თაობამდე სწავლება ნიჰილიზმის, სწავლება გულგრილობის, სწავლება იმის, რომ ოჯახი ცინიზმის, ოჯახი არის. ეს მახსოვს მე ჩემი პატარა ოჯახი არის ის მხოლოდ რომ ბავშვს კარგად ეცვას, საჭმელი კონდეს, უმაღლესი ჩააბაროს, დაამთავროს, კარგ სამსახურში მოეწყოს, მერე ოჯახიც შესაბამისი იყოს თავისი და მატერიალურად კარგად იცოს. ეს რა თქმა უნდა მატერიალურობა კარგია, მაგრამ ამას სულიერობა ჩამოშორებული თუ არის,
ბოდიში ესე ასე ცხოვრობს საქონელი რა ხა მეტი არაფერი არის ის ჭამს სვავს არაფერი თუ სულიერად თუ არ არსებობს ადამიანმა თუ არ იცის ის რომ ის ცხოვრებაში ღმერთისგან ნაჩუქარ სიცოცხლეს რამე არსებობს რომ შესწირავს ადამიანმა თუ არ იცის რისთვის მოკვდება და თავის სიცოცხლის გულისთვის ის ყველაფერზე წამსვლელი ოღონდ ცოცხალი იყოს მაგისთან ადამიანს მართლაც არაფერი არ უნდა სიცოცხლე რა თქმა უნდა ტკბილია მაგრამ გააჩნია რის ფასად ღირსების ფასად ნუ რაღაცრი აქვს მაშინ უღირსად ცხოვრება ეს არის მონის ცხოვრება ეს რომ ეს საინტერესო რეჟიმნა სწორედ რომ ღირსება წაგვართვა ღირსება ხო შორის დასავლეთში ასწავლიან ხოლმე ხშირად აი დასავლეთში სკოლაში ბავშვებს რომ ცხოველებში აი არის ჰომოსექსუალიზმიო და რაღაცა ხა ის თემას დაუბრუნდი არა ხო და ეს ზოოფილიამდე არა ჰომოსექსუალიზმი თვითონ ცხოველებს შორის რა თვითონ გულისხმობ თქვა მამრი თქვა ცხოველი მამრი ცხოველთან ხო არსებობს ეს ხო და ცხოველებს მაგალითად მოყავს გაიგეთ ეს ნორმა არის ესე იგი ცხოველებს ანუ ჩვენ ცხოველებს უნდა მის შევადაროთ თურმე განია სამაგალითოდ გამოყვა საკეთებელი ესე იგი ეს ნორმა უნდა იყოს ჩვენთვისაც გამიგეთ ვისაც ჯერავს რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა შემოძვირფასებოდა ვისაც ჯერავს რომ ჰომოსექსუალიზმი არის ცხოველებში და რა თქმა უნდა არის და ჩვენც უნდა მიბაძოთ არა მაშინ თქვენ ადამიანები გიათ თქვენ კარგად გავითარებით ცხოველები ხართ შემოძვირფასებო გამიგეთ და ჩვენ არ ვიქნებით კარგად ჩვენ არ ვიქნებით ცხოველები ჩვენ ვართ ადამიანები ღმერთის შვილები ვართ და ვისაც უნდა რომ ცხოველი იყოს და იყოს მაიმუნის თავმოვალი იყოს მაიმუნის თავმოვალი მანამდე გიწოდეთ მაიმუნის თავმოვალებს და ცხოველებს სანამ თქვენ არ მიხვდებით რომ არსებობს უფალი ამ ქვეყანაზე სადამდე მიგვივიდა საქმე ერი რომელიც თავის დროზე 1000-ნაირ მაღალფარდოვან თემებზე და დიდ საქმეებს აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები თუნდაც 16 თაყაიშვილი და რამდენი ყავდა ესეთი დღესდღეობით ჩვენ თაობას გაუხდა სალაპარაკო და საბრძოლო რა ჰომოსექსუალიზმის თემა ესე გაგვიხადეს საქმე ეს ჩვენ მანამდე ბევრი რაღაცეები დავთმეთ რახანს ეს გაგვიბედეს და აქამდე მოვიდა საქმე აი ისინი რო არ დაგვეთო წინაპირობებზე ამას უკვე ვეღარ გაგვიბედავდნენ შემოзвიათ აი ეგ არის აი დავიწყოთ იქიდან ნახეთ რისგან დაიწყო ეს მზაკრული გეგმები ჯერ ხო გახსოვს ეროვნულობა წაშალის დოკუმენტებიდან ეწერა ქართველი ხო წაშალის მამის სახელი ნელა დაიწყო ჯერ ეს გადავყლავთ ჯერ შეურნების პერიოდში დაიწყო შორის ხო ეგ მე რა გააკეთეს არ გახსოვს ეროვნულობა წაშალეს მე მამის სახელი ამო მამის სახელი ეხლა კიდე რა უნდა და ხო ვიცი ქართული გვარის დაბოლოების მომოშლა აი ესე გიქნებოდი გიორგი მაგათ გიორგი გერმანი წერტილი შეგდე აი ეს ამის გაკეთებოდა მე ეს შემდეგი ეტაპი ეს არის რა ესე გაავრცელეს ყველა სექტები ათასობით ჩვენი თანამემული ჩაატრიეს იეღოველებს სხვა კიდე უარგის სექტები დამღუპელ სექტებში მე ეხლა ამის შემოტანა დაკანონება უნდათ მე ეთქვენ ერთსქესიანთა ისა მე კიდე ზოოფილია ყველაფერი თან აი ეს ჩვენი ბრალი იქნება ყველაფერი აი იმ დღეს გადაგებაში ვითქვამს რა ინდოეთი რა კაი რუსეთში რო ამათვის საწინააღმდეგო კანონი ხო მიიღეს ხო ინდოეთი ძირძველი წარმართული ქვეყანა ხო წარმართული ქვეყანა იქაც ამათის საწინააღმდეგო კანონი მიიღეს სადაც აკრძალული პროპაგანდა ეხლა კიდე 200 კვირის წინ გამოაცხადეს რომ დელის სასამართლო ეს გამოიტანა ესეთი დასკვნა რომ აკრძალულია ბიჭ და გოგოს შორის ურთიერთობა ქორწილებამდე ესე იგი წარმართებსაც ესეთი რამეს აბა ხუთხარებს გავსი რამე ისი წინოს ატეხავენ ეხლა რო ისე რომ პირიქით სხვა რამეს გადაგებენ რომ არა ესე იგი ესე მოდით ისა მობილურია და არ უნდა ოლდინებ ძალიან მობილური პირდაპირ ეთერში ბრძანდებით საღამომშვიდობისა ვისაუბრეთ გამარჯობა მოგესალმებით ისაც ყველაფერში გეთანხმებით ძალიან დიდი სიყვარული ძალიან დიდი სიტყვადი უყურებ დღევანდელ გადაცემას ცოტა აღელვებული ვარ მომიტოვეთ მაგრამ მართლა ჩვენი ბრალია არაფერზე ხმა არ ამოვიღეთ თავის დროზე ყველაფერს უყურებ ცოტა გულგრი ვარ მე მართლმადიდებლებზე ვარ ლაპარაკი და საქართველოს მოსახლეობაზე რომელსაც ცოტა რომ ვიტყვით აი ესე 40 წელს მიღწეული ადამიანები რომლებსაც ცოტა მეტი გამოცდილება გვაქვს ცოტა დროულად ასე ვთქვათ შემოვუტრიალდით ეკლესიას ცოტა მეტი გვესმის ახალგაზრდობაზე და ვერაფერს ბევრს ვერ ვაკეთებ იმისათვის რომ რაღაცა დავიცვათ ჩვენი სარწმუნოება და ამოვუდგეთ გვერდში იგივე ჩვენ მამაოებს იგივე ჩვენ პატრიარქს იგივე ჩვენ ეკლესიას იქ დედა ეკლესიას ძალიან მინდა გთხოვოთ რომ თუ შეიძლება მითხარით აი მამა გიორგი პავლოვი
სად მოღვაწეობს და თუ შეიძლება მასთან შეხვედრა მიუხედავად იმისა რომ მე ჩემი მოძღვარი ვყავს და ძალიან ვთხოვთ რომ რაღაცნაირად მოუწოდოთ ერთმანეთს იქნებ შევხვდეთ იქნებ შევიკრიბოთ იქნებ მე კიდევ ვიძახი ამ შეკრებას არ აქვს ისეთი ხასიათი როგორც იქრიბებიან ეს ვიღაცეები არ მინდა რა სახეს და არ მინდა ის დავარქვა რაღაცა რა და იქნებ დაგვიძახოთ შეგვიძახოთ რაღაცა მე გეტყვით ესე იგი მამა გიორგი სად მოღვაწეობს მამა გიორგი პავლოვი მოღვაწეობს საგარეჯოში გიორგი წმინდას სოფელი გიორგი წმინდას ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში და შეგიძლიათ იქ და დიახ და საიტი ესე იგი საიტი არსებობს ესეთი alleluia.g სადაც არის ძალიან ბევრი მამა გიორგის გადაგება და ასე ვთქვათ მას ნაცნობრივ მას ემსახურება ეს საიტი საგარეჯოც აქვია და საგარეჯოც არ არის შორს ნამდვილად ნახევარი საათი ნახევარი და მართალი ბრძანები აი მე აბსოლუტურად მეთანხმები რომ ჩვენი ბრალია პირველ რიგში ეს ხალხი ვინც ხელისუფლებაში იყო 25 წელი ვისი პროდუქტია ეს ხალხი რა უცხო პლანეტიდან ჩამოვიდნენ თუ სხვა ქვეყნიდან შემოვიდნენ ჩვენი საზოგადოების წევრები არიან კაცო ჩვენი დები და ძმები არიან ხო ვიღაცის და არის ვიღაცის ძმა არის ვიღაცის ნათესავია ხო დავისთავად და საქმე რაშია იცი ვიც ახლა ტელევიზორს უსმენს და ვიც გაბრაზებულია ის რომ დააყენო მინისტრის პოზიციაზე შეიძლება უარესი გააკეთოს იმან აი ზუსტად მაგას ამაშია საქმე ჩემო ძირფასებო ჩვენ მაგრებიოთ როცა იქიდან უყურებთ მაგრამ ჩვენი საზოგადოება შევქმნით ეს უბედურება ჩვენ თვითონ არ ვიცი ეს როგორ შეიქმნა ეს საშინელება რამ შექმნა ეს როგორ ვერც გავიგეთ ისე შევქმნით ეს საშინელება და ეს ხალხი გეუბნებთ 90% 80% რომ გაიყონოთ თანამდებობაზე დანიშნო ის ხალხი რომელიც დღეს მოსახლეობა ჩვეულებრივი დადიან რომლებიც თუნდაც ამ ტელევიზიას უსმენენ ხო შეიძლება უარესი აკეთო იმაზე იმ ვინც 25 წელი ამას აკეთებს ამაშია საქმე ჩემო ძირფასებო გამიგეთ ნუ თუ ვერ მოინახა 300 კაცი ვერ მოინახა და 400 და 500 კაცი ვერ მოინახა წესიერი რომელიც ქვეყანა ჩაიბარებდა საშინელებაში ვარ ვისი პროდუქტია ეს გამიგეთ ანუ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ და ჩვენ ამას ვითმენ და ვიტანთ გამიგეთ ჩვენი ბრალია იმიტომ ფსიქოლოგები იძახიან შენ თუ ტოლერანტული ხარ რაღაცის მიმართ ქვეცნობიერად შენ გამკეთებელი ხარ იმისი გამიგეთ იმიტომ რომ შენ თუ არ ხარ გამკეთებელი იმისი იმ ტოლერანტული არ იქნები შენ თუ აფარებ ქურდი სახლის ქურდს ხელს შენს რაღაც ვარიანტში შეიძლება შენს გამკეთებელი იყო თუ შესაძერისი სიტუაცია შეგექმნება და შესაძერისი პირობები შეგექმნება ამის ეს ფსიქოლოგია ადამიანის ძველი ფსიქოლოგს ჯერავს ამის სხვადასხვის ტოლერანტული ხარ იმის მიმართ ეს არის სინდისი უკვე რა სინდისი რომ არაშავებ არა იმიტომ რომ კანონით მოგეთხოვება შეიძლება მოწმეც არ აკავს არაშავებ იმიტომ რომ არ შეიძლება ესე თulis საჭირო სინდისი გაქვს და თუ სინდისი არ აქვს ტყუილია რა მარტო კანონით ჩემო ზვიად ზოგადად აუცილებლად უნდა ვთქვათ რომ თვით დრო მოვიდა უკვე ეკლესიამ ცოტა სხვა პოზიცია უკვე დაიჭეროს ამასთან დაკავშირებით იცი როგორ მოხდა აი ეს გასაგებია კომუნისტური რეჟიმის დროს იცი რაღაცნაირი ესეთი შემუშავდა ეს ეკლესია იყო დათქრუნული ყველაფერი გასაგებია ესეთ მდგომარეობაში აი სტილი თავისებური სტილია ესეთი რა უკვე დარჩა ჯერ გაიგე ინერციით რა არადა დროს ვარი ასეთი მეთოდებით უკვე ამ შეკრებულებ ორ ძალებთან ბრძოლა უკვე არ გამოდის ნახე როგორი შეკრულები არიან ისინი მართალია მათ ყველაფერი მათ ხელშია ყველი იქ მაგრამ შეკრულები როგორ არის და ჩვენთან ეს ეხდება რაღაცა თავდასხმა ჩვენი მხრიდან ეხლა ერთი სანგრებიდან ეს ერთი გასროლა და ერთი განცხადება რომელიღაც კეთდება საპატრიარქოსთან და всё დამთავრდა გაიგე აი სვანაირე უკვე უნდა გამოვაცხადოთ ამ ბრძოლებს ბრძოლას რა უნდა გავერთიანდით რაღაცნაირად რა და ისეთი პროპაგანდის მანქანა ახალი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოს მასშტაბით რომ ყველაფერს ადამიანს უჩიჩინებ ერდეიგივეს ხო? ვერ იჯერებს პროპაგანდა ის კი? უბედურებას იჯერებს გაიგე და მოწონს მე ის გარყვნილება და უბედურება. მართალია. ესე იგი რა დონეზე იყო აი მაგალითად აი სტალინზე არის ხოლმე ხო ხშირად ლანძღვა და რაღაცა ხო? მე სტალინის ადვოკატად კი არ გამოვდივარ და სტალინის დამცველად კი არ გამოვდივარ. მაგრამ ეხლა გონიერი ადამიანი ვინც მართლა ისტორიას იცნობს რო შეხედო სულ სხვანაირად არის ყველაფერი რეალურად კაცო. კი ძალიან ბევრი უდანაშაულო ხალხი შეეცირა. გამიგე ძალიან ჩვენი ძმები ჩვენი ზოგის მამა ზოგის საშინელები მე ვიცნობ ხალხს ისე მამები და ახლობლები დახურდეს უდანაშაულო ხალხი შესანიშნავი ადამიანები მაგრამ თუ ჩაწვდები იმ დეტალებს ყველაფერს ხო დაინახავ ძალიან საინტერესო რაღაცებს დაინახავ კაცო ენკავედეს თუ ვიღაცას თქვა ენკავედე ხო ვინც ვთქვათ იგი იაგო და ავანტყოფი და იეჟოვი რომელიც გაგიჟდა ბოლოს საერთოდ და დახურდეს ერთის მეორეც მე ბერია თავისთავად როცა აკეთებდა რაღაცას ჩაიდენდა რაღაცა საშინელებას ხო და სტალინი ამას გაიგებდა იმას დახურიტავდა ხო
და თქვა NKVD თუ დახვრიტავდა ვიღაც უდანაშაულო კაცს NKVD თქვა სიტყვაზე დახვრიტავდა ვიღაცა უდანაშაულოს და მე სტალინი ამას გაიგებდა და დახვრიტავდა იმ NKVD-ს თანამშრომელს ორივე დახვრიტას აწერდნენ მე სტალინს კაცო ორივე იმან მოკლაო გამიგე ეს ისტორიების განმავლობაში ყველაფერი რეალურად სტალინამდე მიდიოდა და რეალურად ძალაუფლება ჯერ 10 კაცი რო აიღო 10 კაცი 10 კაციც არ აგავს შენ სრული ძალაუფლება იმათ კაცშიც კი და 150 მილიონიან 200 მილიონიან სახელმწიფოში შენ დაგინდა რომ სრული ძალაუფლება გქონდეს და რამდენი რამე ჩაიდინა სტალინმა გააკეთა ყველაფერი აბსოლუტურად გაუბედა ან მისი ხელით გააკეთა ის ყველაფერი შეიძლება ამასთან დაკავშირებით რაღაც ახასთან გამოდეკავე ამადგან ვინც ახლა ეს გულიანა სტალინს ლანძო გაგიგიათ როდისმე ლენინის ლანძვა ასტროცკის არასდროს რა ასტროცკის არ ლენინის ასტროცკის იმიტომ რომ ერთი ერთზე ჯდება ამათი მოხალატებიდნენ ლენინი და სტალინი ვინც ისა უკაცრავ ლენინი და ტროცკი და მისთან მაშინელი ბოკერია იყო ტროცკი ფაქტიურად ანუ ეხლა გაგიგე ესე იგი ტროცკი ცოტა მაღალი დონე იყო ხა ბოკერია გიორგი ახლა ბეროთ უფრო დაბალი დონეა მეორე მსოფლიო ომის დროს უზარმაზარი სამხედრო მანქანას წარმოადგენდა გერმანია ხუმრობთ თქვენა კაცო ამის იგი ამის თუ არა ამ კაცის გენიოსობა და გეუბნები და ერთი დღე ვერ გაუძელით თქვენ ლაჩრებო რა აბა ერთი დღე ვერ გაუძლა ლაჩარმა რა და გაიქცა ბრძოლის ველიდან რა და ფართხალობდა გორის ქუჩებზე და სტალინს განიკითხავ შენ აჰა მოდით მობილური ძარი შემოუშვათ მამაო დიდი ხანს ველოდება უკვე და დავახარჯინებთ ბევრ ფულს მობილურით პირდაპირ ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ საღამომშვიდობის საღამომშვიდობისა მობილურით ისაუბრეთ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით აგაითიშა კარგით მათი სკაიპით შემოუშვათ სკაიპით საღამომშვიდობისა სკაიპით პირდაპირ ეთერში გამარჯობათ გენაცვალე გამარჯობათ იცოცხ თქვენ ახლა ეს დრო ცოტა დარჩა აზრი არა აქვს ჩემ გამოსვლას მაგრამ მაინც ვიტყვით უმოვასწრებ რომ ვინც ინიშნება იმ თანამდებობებზე ახლა რო ლაპარაკობდით რომ ნამუსი არა გაქვთ ის უკვე იქ რომ მიდის და რო ინიშნება ის უკვე გამზადებულია სისტემის ნაწილი ხდება სწორედ სისტემის ნაწილია ის სხვანაირად ვეღარ მოიქცევა ის ზემოდან დირექტივა ის всё დამთავრებული არ უნდა წახვიდეთ მართალებს ზანდებით ხო და მე კიდე ეკლესია თუ არ გაიწმინდა ძველი კომუნისტური კგბ-შნიკური კადრებიდან მთლიანად არაფერი არ ეშველება არაფერს მართალებს ზანდებით აბსოლუტურად სხვა შორს აი მაგაზე საუბრობდით ამას წინათ ჩვენ რომ დიდი მადლობა ზარისთვის და ძალიან გონიერი და ჭკვიანური კომენტარისთვის თვითონ სისტემა უნდა შეიცვალოს მაგას მე ვიძახოდი უკვე წლებია უკვე ამაზე საუბრობ რომ თვითონ სტრუქტურა უნდა შეიცვალოს ქვეყნის და სისტემა უნდა შეიცვალოს თავისთავად ყველა მოგებულია ამ ამანტყოფურ მახინჯ სისტემაზე გამიგე და ერთი კაცი და ორი კაცი ვერაფერს ვერ შესვლის თქმა უნდა ყოველთვის იყო წესიერი კაცი ხელისუფლებაში ყოველთვის შევორნაძიდან მოყოლებული 1-2-3 კაცი ყოველთვის იპოვიდი ესეც მაგრამ ვერაფერს ვერ შექმნიან ისინი ვერაფერს თუ სისტემა არ შეიცვალა ებძვიან განსაკუთრებით ეროვნულ იდეოლოგიას ებძვიან გაიგე ეროვნულ იდეოლოგიას რა ეს არის მთავარი ეს საფრთხე წარმოადგენს მათთვის ეროვნულობა ზოგადად რა აი ამიტომაც ეს ძალიან სერიოზული საკითხია არ უნდა შესვალონ განსაკუთრებით რეკომენდაციები ძალიან ბევრია აი ობიექტივიდან უამრავი ჭკვიანური რეკომენდაცია ისმის უამრავი მართლა გონიერი ბძნული იდეები ისმის სახელმწიფოს მოწყობის შესახებ იქ რეფორმების შესახებ მაგრამ არ ყველა უსმენს გონი არ უსმენს ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს ხელისუფლებაში მაგრამ არ უნდა ამის შეცვლა გამიგეთ იმიტომ აწყობია ეს კორუფციული სისტემა უკვე იმდენად არიან დასავლურ სისტემაზე დამოკიდებულნი უკვე თავისთავად ეს თავისთავად უკვე გამოს არ შეიძლება იმ სისტემაში თუ შეხვედი შენ გაიგე მე უკვე თავი უნდა დაანაბო ეხლა შენ სამშობლოზე ლაპარაკი ნამუზე სინდიზე всё შენ უკვე ეს სისტემის ნაწილია მაგრამ მაგას ვამბობ რა არა მაინც შეიძლება მამა შეიძლება გაკეთება უბრალოდ სურვილია საჭიროთო სურვილია ყველაფერს გაკეთება შესაძლებელია ამათ უნდა უთხრა რომ კაცო ჩვენ ვართ ხალხი ვართ რა ამათ ხო უყვართ ამის თქმა ჩვენ ვართ ხალხი რა მი ნაროდ და ისე და უნდა თქვა კაცო მე ნუ მიშლის ჩემ იმას ნუ ეხები ვივაჭროთ ვიმასქნოთ რაც კარგი ყველაფერი ისე მაგრამ ჩემსა ნუ ეხები ჩემს სარწმუნოებას ჩემს ზნეობას ნუ ეხები თორემ არ მინდა შენი საერთოდ არაფერი რა აი ეს ამის თქმას ვერ ბედავენ საკმარისია ოღონდ ინგლისური ენა გაიგე დნებიან უკვე სანტელებით გაიგე ეხლა უკვე იგეობნები სულ მას ვამბობ ეხლა იცინია და იქამდე უკვე მოვიდა საქმე ჩემს ვიადრო ვუიმეს ნაცვლად ვაუს ეძახიან კაცო რა ხო რაღაც ლაპარაკობ ვაუ შედებილო შენ რა ნორმალური ხარ კაცო და აი ეს ტერმინოლოგია ის კი არა გეუბნები ინტონაციები უკვე აი ადამიანი ლაპარაკობს ქართულად ხო მაგრამ ინგლისური ინტონაცია დაუკვირდი ან ფრანგულია რაღაცა ხო რაღაცა და მოდაშია ხო ჩართავ ტელევიზორშიც კი ისმის უკვე ხო მიცი რა ეს ნუ გასაგებია ეს მასობრივი კულტურა ეს წნეხი ყველაფერი გან არ არის გასაგები მაგრამ დაიცავით საქართველოს რა მართლა რა ნუ ეს
ეს საერთოდ ქართველის პრობლემაა ყოველთვის. აი საბჭოთა კავშირის დროს ძალიან იმაშობდნენ, ხშირი იყო რუსული ტერმინები, მე-19 საუკუნეში ფრანგული ტერმინები იყო მოდაში, უფრო ეხლა ამერიკული. ესე დონეზე არ ყოფილა. ესე დონეზე არ ყოფილა, მაგის არ ყოფილა. ერთი წუთი დაბრუნდეთ თუ შეიძლება ტექნიკური ჯგუფს თხოვდა ეხლა ქართველების ბრალია. ერთი რამ მინდა და მეთოდიად ისა ბატონო გიორგი მოკლედ რომ აი ადამიანებს ვინც მუშაობენ ვერაფერს ვერ შეცვლიან მაგრამ ერთი რაღაცაა გასაგებია რომ იმათ ბანკის ვალები აქვს განმადებები აქვს შეიძლება სახლი კარი გაუყიდონ ისე არიან დავერბოვკებულები ამ საბანკო სისტემით მაგრამ მათ შეუძლია ერთი რამე გააკეთონ როდესაც ისინი მიიღებენ უღირს ბრძანებას ზემდგომი ორგანოებიდან რომელი ბრძანების შესრულებაც მის ოჯახს და საგვარეულოს ზე წოდებად გადავა, მას შეუძლია კი ვერაფერი ვერ შეცვალოს, მაგრამ დაწეროს პატაკი და წამოვიდეს. ეს მაინც შეუძლია. აი ეგ შეუძლია. არ შეასრულოს. თუ რევოლუციას ვერ მოახდენ, ნუ გააფუჭებ მაინც. აი მაგის თქმა მინდოდა და ნუ რავი ნუ დაიწყებს იმას, რომ ყოველს გვინდა კარგი სამსახური, კაი ხელფასები და ნორმალური ცხოვრება, მატერიალური ცხოვრებაზე არავინ არ აქვს. ესეთი მდგომარეობა შეგვაქვს, მამა, მოდიში ვხდით, უკვე გადავაცილეთ. მე მადლობას მოგიხდით მამა მომზანებისთვის, ბატონ ზუიად მომზანებისთვის. მერტმა დაგლოცოთ. მალე გავიდა დრო და გემშვიდობებით მომოვალ პარასკევამდე, კარგად ბრძანდებოდეთ. მერტმა დაგლოცოთ.